მოკლედ დღეს ვისაუბრებთ ასტეროიდებზე. ხშირად თქვენ ნახავთ, რომ ხან ასტეროიდი წერია, ხან მცირე პლანეტა და პირველი რაც მინდა რომ გავაკეთო, ეს მინდა რომ გავაზიარო ეკრანი ჩემი და გაგიზიაროთ ეს ერთ-ერთი ხა ეს უნდა ვიპოვო share სად არის? აი აქ არის. ეს სურათი მინდა გაგიზიაროთ. ამას რა თქმა უნდა ჯგუფში ჩავაგდებ, ხედავთ ალბათ, ხო? კი. ეს აი რა არის ამ სურათზე ნაჩვენები, ესე ვთქვათ, ხო? ცოტა ისე ყველა გამოჩნდეს. მზის სისტემიდან როგორ არის პლანეტების განლაგება? მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, ხო, ანუ დედამიწამდეა მერკური და ვენერა. მერე მოდის მარსი, მერე არის ასტეროიდების belt კამარი, პოეს, ხო ესეთი. სადაც არის ცერერა, ვესტა, პალა და გიგეა. გიგეაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ დღეს. ქირონი უკვე არის ნახეთ შემდეგ იმაში, სარტყელში. სადაც არის იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი და ქირონი ნახეთ სად არის იუპიტერსა და სატურნს შორის მდებარეობს, ხო? მერე მოდის პლუტონი და ეს სხვა ჯუჯა პლანეტები ზოგს არ აქვს მინიჭებული პლანეტის და ზოგადად ამაზე კამათი მიდის. ეხლა როგორ შეიძლება რომ ნუ იმ ასტეროიდებზე მაქვს ახლა საუბარი, რომელზეც ჩვენ ქირონზე ხო ვისაუბრეთ და ქირონი როგორც პლანეტა განვიხილეთ და ნახეთ სად არის, იკზევით არის, ხო? ზედა პლანეტებში განვიხილეთ და ამ დროს აქ ზედა პლანეტებსა და პირად პლანეტების შორის არის ასტეროიდების სარტყელი, სადაც არის ცერერა, ვესტა, პალა და გიგეა, ხო და თავისთავად ახლა ეს ასტეროიდები თავისი ციკლი აქვთ, ამას ახლა თითოეულზე ცალ-ცალკე ვიტყვით. და ზოგერთი უკვე ჩამოყალიბდა როგორც ჯუჯა პლანეტად, იმიტომ რომ პლანეტად რო ჩაითვალოს ასტეროიდი, ან მფრინავი ობიექტი, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ერთ-ერთი უნდა იყოს, რომ უნდა იყოს მომრგვალო ფორმის, უნდა მომრგვალდეს, არ უნდა იყოს წახნაგოვანი და რაღაც სხვა ფორმის და უნდა მუდმივად მოძრაობდეს მნათობის, ანუ ვარსკვლავის ირგვლივ, და ამ ჩვენ შემთხვევაში მზის ირგვლივ. ძალიან საინტერესო არის ის, რომ დღემდე ზოგიერთი ასტროლოგი ითვალისწინებს ამას, ზოგიერთი არ ითვალისწინებს ამას. ინფორმაცია არის ცოტა ამ ასტეროიდებზე და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერი ასტროლოგიური ცოდნა ემყარება ყოველთვის იმ გამოცდილებაზე, რასაც ასტროლოგები ამა თუ იმ პლანეტაზე მუშაობით და გამოცდილებით იგებენ, ხო? ანუ სტატისტიკური მონაცემები უნდა ამყარებდეს ეს, რომ ავიდეს რაღაც არა ისე რომ მე ესე ვფიქრობ, არამედ უფრო მყარი არგუმენტი იყოს. შესაბამისად, ასე ნატალური რუკის განსხილვის დროს შეიძლება არ ვითვალისწინებდეთ ამას და კიდე გავიმეორებ. ნებისმიერი ნატალური რუკის განხილვის დროს ძირითადი პლანეტები იმდენია, პირადი პლანეტები, სოციალური პლანეტები, ზედა პლანეტები, ამას რო ყველაფერს გახვალ და უკვე რომ ვესტასთვის ქცალია და დავუშვათ ასტეროიდებისთვის, ეს უკვე, ნუ, გასული ხარ ძენში, მე ვაფშე მე მგონი საერთოდ ასტროლოგიაც არ გაინტერესებს, ისე თუ ერკვევი საკუთარ იმაში. მაგრამ, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი ამა თუ იმ თემის კონკრეტულ კითხვაზე, რუკაში რომ ვნახოთ და ეხლა ნახავთ რომელი პლანეტა რომელი ასტეროიდი რას რა თემებს მართავს და რა თემები ეკუთვნის მას, მაშინ აუცილებელია მათი გათვალისწინება, იმიტომ რომ ხშირად არ გვაქვს ცალსახა პასუხი არსებული 12 პლანეტის და დავუშვათ კვანძების და ფიქტიური წერტილების დროს. აქვე ვიტყვი, რომ აი მაგალითად ეს შეიძლება ეხებოდეს პროფესიის არჩევას, საქმიანობის არჩევას. შეიძლება ეს აღნიშნავდეს. მე დღეს შემოგთავაზებთ ასე ვთქვათ, ორ ფაილს ავტვირთავ. ერთი არის ხათუდას დაბას აწერია ლექციის ნომერი და დამატებითი სახით კიდე იმას, რაც მე მასალები მაქვს მოგროვებული სხვადასხვა წყაროებიდან.
ესე იგი, პირველად ასტეროიდების არსებობის შესახებ მე-18 საუკუნეში მათემატიკურ მიწურულს ხდება ნაშრომების დაწერა და დაფიქსირება ამათი. პირველი პლანეტა, რომელიც იყო პირველი ასტეროიდი ან ჯუჯა პლანეტა, ესეც წერია, სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი ესე dwarf planets, ჯუჯა პლანეტებად იხსენიებენ, მცირე ზომის პლანეტებადაც იხსენიებენ, არა მარტო ასტროლოგიაში, არამედ ასტრონომიას ფულის, ხო, ახლა. პირველად აღმოჩნდა ცერერა, აღმოაჩინეს ცერერა, ძალიან ძალიან მისტიური თარიღია, მე რომ მკითხო. თითქოს რაღაცნაირად აღნიშნავს ახალ ეპოქას და მიხვდებით, რომ აქ მოდის მატერიალურ-ტექნიკური პროგრესი, აქ მოდის ხვანაირი საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს არის 1800 პირველი წლის 1 იანვარს. ძალიან სიმბოლური არ არის? თვითონ საუკუნე, პირველი წელი საუკუნეში დაიწყო ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენით. და ეს იყო ცერერა, ხო? ცერერა აღმოაჩინეს. მაგის შემდეგ ესე თანმიმდევრობით გეტყვით რომელი მითოლოგიით დავიწყებთ. ცხადია, რომ ქალღმერთების სახელები მიენიჭეს ამათ და არ არის ეს ყველაფერი შემთხვევითი. შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ მიიჩნევა, რომ ასტეროიდებს აქვს ქალური, ხო, გახსოვთ პლანეტებს რომ მივაწერეთ მამრობითი და მდედრობითი, ან საერთოდ ორივე შეიძლება იყოს. აი, ასტეროიდებს ქალღმერთების სახელი თქვია და ასტეროიდები ქალურ ენერგიასთან, მდედრობითი ენერგიებთან რუსა გამარჯობა. გამარჯობა. მდედრობით ენერგიებთან ასოცირდება და მდედრობითი ენერგიებს ავლენენ. მითოლოგიურად ძალიან ბევრი ინფორმაციას შეიძლება ვერ იპოვოთ, მაგრამ ისე უბრალოდ ვიტყვი. ეს არის ქალიშვილი ცერერაზე ვიტყვი, რომ ეხლა დამატებით იმას გავხსნით, თორე უფრო მეტი. ეს არის ძველრომაელი მოსავლისა და ნაყოფიერების სოფლური ცხოვრების და ხორბლეულის ქალღმერთი ცერერა. რომელიც პასუხისმგებელი იყო მარცვლეულზე და სხვა მცენარეების აღმოცენება დამწიფებაზე. მისი ქალიშვილი არის, აბა თუ გამოიცნობთ. დემეტრა. პერსიფონე, პერსიფონე, ანუ ჩვენ რასაც ვეძახით, ვაიმე, პლუტონის ცოლს რას ვეძახით და პროზერპინა. პროზერპინას, დიდი მადლობა რომ შეგა, პროზერპინას. და ეს მითიც ხო გახსოვთ პროზერპინაზე მაშინ თქვით, რომ ნაყოფიერების ქალღმერთს მოპარა და ამიტომ როცა ის იწყეს, როცა ის მიდის ჩადის ჰადესში, არ გვაქვს მოსავალი. ეს აი ამ გზი თავისი ქალიშვილის თვით იყო მიწისქვეშა სამყაროსთან დაკავშირებული და აი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ დედობას რომ ფარველობდა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ მნიშვნელოვანია, რომ პლებეების ცემდნენ, ან პლებეები ნიშნავს არა არისტოკრატიას, ხო? ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი და 1801 წელს ეს ქალღმერთი ასტეროიდი ჩნდება ჩვენთვის ხილული ხდება, ადამიანებისთვის ხილული ხდება, რა იწყება 1800 წლიდან, კი ვიცით, რომ ადამიანი ზუსტად არისტოკრატიის გარდა სხვა ადამიანებიც გავხდით ადამიანები, ხო? ან ჩვენ თანასწორობა, თან რაღაც ტოლერანტობა, თანაბარი უფლებები და ასე შემდეგ. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალი ქალღმერთია და დედობის ღმერთია და ქალის უფლებებიც მოდის. ძალიან ისეთი პარალელი არა? იწყება საუკუნე ეპოქა, როდესაც ადამიანის უფლებებისთვის და ქალის უფლებებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი დგება, იწყება იმითი, რომ ამ ცერერას აღმოაჩენენ ცაზე. მე მგონი ძალიან საინტერესო. თეოლოგიაში სხვა ესე იყო, დემეტრამ საკითხი დააყენა, რომ მისი შვილი უნდა რომ დაებრუნებინა და მოკლედ თავისი სურვილები უფრო წინ წამოსწია და მოითხოვა, რომ აღესრულებინათ უმაღლეს ღმერთებს. ამით მინდა უპასუხო ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც აქ არ არის და რომელსაც უკვე უპასუხე ესე. მაგრამ
არაფერი არ ხდება თუ ასტროლოგიასთან გაქვს შეხება და ეს გესმის რომ ყველაფერი მიზეზშედეგობრივია, არც ერთი პლანეტის დანახვა არ ხდება შემთხვევით და არც სახელდება ხდება შემთხვევით. იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით 800 პირველი წელი და მოდის მოდი ჩდება ცერერა და ჩდება ეს თემები აქტიურდება კაცობრიობის ცხოვრებაში. ან დავინახეთ მაშინ როცა უნდა დაგვენახა. როდის დავინახებთ რატომ იმას რომ სამყაროში ხო არ ხდება შემთხვევითობები, ანუ რასაც ხო, ვითომ მაგრამ შემთხვევითობები. საქართველოსთვის ხო არ გამოჩნდა, ან იმ ქვეყნისთვის, სადაც თემ სამყაროში გამოჩნდა. ცხადია ეს იყო ევროპელი, აღარ მახსოვს, მე მგონი გერმანელი. და ცხადია, რომ ყველაფერი იწყება ევროპით, იმიტომ რომ ცივილიზაციის აკვანია, ხო? და გასაგებია, რომ ჯერ აქ მოხდება და მე გავა ეს ყველაფერი სხვაგან დარჩენილ სამყაროში. აა როგორ გამოხატავდნენ, იცით, როგორც აი დარბაისელი ქალი, ანუ შუა ასაკის, დედის ასაკის და არა ახალგაზრდა რაღაც ნიმფა და ხელში ეჭირა რაღაც ხილი, იმ რეგიონის მიხედვით ის ხილი, რაც დაუშვათ მისთვის იყო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი და რა მომწონს, იცით, კიდე ითვლებოდა, რომ ცერერა შეეძლო სიგიჟე მოევლინა ადამიანებზე, ანუ რომ ამ, გა განრისხდებოდა ვინმეზე, სიგიჟეს ავლენდა ამ ადამიანს, ნუ აგიჟებდა. და გამახსენდა, რომ ეს დღესაც როგორ კარგად მოქმედებს, აი ხა მაგალითად პარასკევები რო შავი პარასკევები რო დავიყენეთ მაგალითად და როგორ გიჟდება ხალხი მატერიალურზე. იმიტომ რომ მატერიალურის ქალღმერთია ეს ქალი, ხო? ანუ კეთილდღეობა მოსავალ ნიშნავს იმას და ჩვეულებრივ ადამიანების მზრუნველი. რო არ მოშივდეთ და არ მოშივდეთ მომხმარებლობა რა დონეზე გვაქვს. აყვანილი რომ ქალაქში ვერ გაივლი და გიჭირდება არ გჭირდება ყველა იქ არის და ნუ საოცარი ის ხალხი კიდე რომელიც გავივლი მაინც და ფული კი არა მაქვს ჩემ მეზობელი მეუნება ფული კი არა მაქვს მაგრამ გავივლი მაინც ვნახავ რა ხდება და ვეუბნები მუზეუმია თუა მუზეუმში თუ მიდიხარ ხვალაც ფასდაკლების გარეშეც იგივე დაგხვდება ნუ არ ვიცი ეს თანამონაწილე უნდა რომ იყოს ამ სიგიჟეს და იყოს ახლა რა ვქნათ ხო ხო, დემეტრას მართალია დემეტრას ის არის, ხო. საინტერესო რა არის, იცით? აი თქვენ ახლა გკითხავთ, თუ იცით რომელიმე რელიგია და კულტურა, სადაც მსხვერპლ შეწირვა, ღმერთის მსხვერპლ შეწირვას აკეთებდნენ ღორით. ანუ რომელია იქ? აი, გაგიჭირდებათ, არა, იმიტომ რომ ქრისტიანობაში არ არის, ესე იუდაიზმში არ არის, მუსულმანობა დიდ რელიგიებში არ არის. ცერერას წირავდნენ ღორს. ხო რაღაცა ეს მისტიური ის არის ხო ანუ ყველაფერს ღორს რატო? უნდა ესე ვთქვათ რა არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ ღორი ადვილი მოსაყვანებელი იყო რაღაცასთან იქნება დაკავშირებული. მე ვფიქრობ რომ ხელმისაწვდომი იყო ღორი ჩვეულებრივი მოკვდავი აი პლებეებისთვის ვისაც უნდოდა რომ რაღაცა შეეწირა იმიტომ რომ ღორი უფრო ადვილი მოსავლელია ვიდრე მაგალითად ძროხა ხო და ძროხის შეწირვა ცოტა ისეთია ღორი უფრო ალბათ პლებეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო. აი ამიტომ ამიტომ მგონია ესე. პირველი ასტეროიდია, რომელიც აღმოაჩინეს, ყველაზე დიდი ასტეროიდია. ითვლება, რომ შეესაბამება მე-6 სახლს და ქალწულის ზოდიაქოს და ეს მე მგონი ძალიან ახსნადია, რატო შეესაბამება, თუ მოსავლიანობა, კეთილდღეობა, დედობა აქ არის, გასაგებია, რომ ქალწულის ზოდიაქოს შეიძლება აი ამიტომ გითხარით, რომ პროზერპინასთან და წაღალ ვახსენე პროფესია რო ვახსენე პროზერპინასთან და ვესტას მეშვეობით და ნათალურ უკაში გამოკვეთილად ჩანს აი რომელი სახლიდან ნიშანია რომ დავშვათ პროფესიის არჩევის დროს ხო ხდებით რატომაც იმიტომ რომ ეს მე-6 სახლი სამსახურია ხოლო ქალწულის ზოდიაქო მოწესრიგებულობა და ასე შემდეგ იმისი ციკლი მზის ირგვლივ არის 4 წელიწად და 2 თვე 4.2 ესე წერია ყველგან და ესე 4.2 სიმართლე გითხრათ ვერაფრით ვერ მივხვდი რა არის ყველგან წერია 4.2 წელი ხო და 2 თვე კი არა 4 წელი და 2 რას ნიშნავს ანუ მეორე მე ათეული ხო და 12 რო გავყო 5-ზე და მე გავამრავლე 2-ზე სადღაც 3 თვე გამოდის ხო ესეა მე 5-დი 12 თვის აბსე რატო გაყავით? 12 მიათედია თვეა წელიწადში, ხო? იმიტომ რომ მიათედია 2 მიათედია ხო ხო. მაგიტომ, ანუ მე-5-დი თუ გამოდის, მე-5-დი წელიწადის გამოდის სადღაც 3 თვე, არც კი 2 თვე ნახევარი, რაღაც ესე.
პროზერპინაც ხო ქალწულის ზოდიაქოს კი, ანუ კი. მოიაზრებდა. ანუ ეს ცერერაც და დედაშვილის პროზერპინაც ურთიერთობა. ორივე ხო? დედაშვილის ურთიერთობა პროფესიის ქალწული ხომ უნაყოფო ნიშანია, შეცდომით ვამბობ? შვილოსნობის თვალსაზრისით ამბობთ? ხო, კი. მშრალ ნიშნებში ითვლება იმ შემთხვევაში თუ პროზერპინას არ განვიხილავთ მის მმართველად. არა, ცერერა რატომ მოიაზრება მეექვსე სახლი და ნახეთ, ქალწული თქვენ ნაყოფიერებასთან მეუბნებით, არის. აი, როდესაც მაგას მეუბნებით, რომ ქალწული არის უნაყოფო ნიშანი, მაშინ მეუბნებით იმას, რომ ქალწულის მმართველი ვინ არის? არა პროზერპინა. პროზერპინა ნაყოფიერების ნიშანია პირდაპირ. მერკური. თუ მერკურს განვიხილავთ, მაშინ ხო? ხო, ესეთი თემა არის. თლად ეგრეც არ გამოდის. თუ ახალი აი ამ პროზერპინის ჩართვით თუ განვიხილავთ ამას. აა თუმცა როგორც მე ვიცი, მე არ ვმუშაობ ამაზე, არც ერთხელ არ მემშავია შვილოსნობის თემაზე. შვილოსნობის თემაზე ვინც მუშაობს, მაინც ამ თითქოს უფრო მეტად ესე განიხილავს, რომ აი ეს თქვენი თქვის არ იყოს უნაყოფო ნიშანი, ამ მშრალი ნიშნები. სადაც განაყოფიერება თითქოს არ არის. აა ესე კი რა სახლი არის? უფრო მნიშვნელოვანი არ იქნება ვიდრე ნიშანი ჩემი აზრით. არა, ნიშანი განსა ნაყოფიერება მნიშვნელოვანია. გვაინტერესებს. მნიშვნელოვანია სახლის და ნიშანის და ნებისმიერ შემთხვევაში მეექვსე სახლი სამსახურს საქმიანობას შრომას ნიშნავს გარდა იმისა რომ არის ქალწულის შესაფერისი სახლი გარდა იმისა ეს თვითონ სახლიც არ არის კეთილს როგორ გითხათ განაყოფიერებისთვის სასიკეთო სახლიც არ არის აქ თავისთავად გაცილებით უფრო ისა ბავშვები მნიშვნელოვანია მეხუთე სახლი არ არის? ეს არსებული შვილებია შვილოსნობა არ არის აქ შეიძლება მმ. მეოთხე სახლი იყოს, პირველი რო არის სახლი იყოს, ყველაზე ნაყოფიერი. მეათე, მეორე სახლი, მეათე სახლი შეიძლება იყოს ჩართული, როგორც სტატუსის ცვლილება, ასე ჩანდეს ადამიანის ცხოვრებაში. მეხუთე სახლით შეიძლება ჩანდეს მეუღლის, მაგალითად, ქალის რუკაში არ ჩანდეს და მეუღლის რუკაში ჩანდეს მეხუთე სახლის ცვლილება. პროგრესიაში ვამბობ რა, ან სოლარში. რომ მეხუთე სახლი იქ იცვლება რაღაცა და ანუ მეუღლის საკუთარ რუკაში მე-11 სახლია მეუღლის შვილები, მაგრამ მე ვამბობ აი ქალის რუკაში არ ჩანს ესე გამოკვეთილად და ეს ნამდვილად გქონდა და მეუღლეების რუკა ვნახე და ქალის ქალის რუკაში ჩანდა მეათე სახლი სტატუსის ცვლილება თვითონ ვერ გავიგე, იმიტომ რომ თითქოს ესეთი აშკარაც არ იყო, იმიტომ რომ მეორე შვილზე ალაპარაკი და უკვე იყო დედა და ამიტომ სტატუსი დიდადაც არ შეეცვალა, ხო ხტებით და მეუღლის რუკაში მეხუთე სახლში იუპიტერი დაჯდა სოლარში. ანუ იქ იყო იქ გამოჩნდა. და მე ჩავთვალე რომ იქნებოდა გოგო. და ეს ბავშვი იყო გოგო. ოღონდ როცა მე ეს გავაკეთე, გოგო დედა ფეხმძიმედაც არ იყო. რატო უბრალოდ ჩათვალეთ რომ გოგო იქნება? იმიტომ რომ გოგოები მოდიან მამასთან. აჰ, ეს და ბიჭები მოდიან დედასთან. და ახლა მამის რუკაში ესე მანავატება ესე ჩანდა, მით უმეტეს დაბადების შემდეგ დაახლოებით 7 წელი ადამიანის რუკა მასზე არ მუშაობს, მზე მასზე არ მუშაობს და ეს მზე ფაქტიურად მამაზე მუშაობს. ანუ 7 წლის განმავლობაში ენერგეტიკა, რომელიც ამა თუ იმ ნიშნის მზეს მოაქვს ოჯახში, მამისთვის ასიკეთოდ მუშაობს. და ხშირად გაიგონებ თქვენ სირგვლივ, რომ დავუშვათ ეს ბავშვი რო გაჩნდა მამამის მერე რაღაც ესე და ან დედამის რაღაც ესეთ და ეს ხო ეს, იმიტომ რომ იმისი მზეც ამაზე მუშაობს და ხელს უწყობს მის წინსვლას თუ რა ვიცი. აი მე საფორა საინტერესო რაღაც თქვი ხა ეგ ხნუ ხო ვიცოდი მაგრამ ესე იგი გოგოს თემა შემიძლია ხო რუკით გავიგო ასე თუ ისე და აი ეს ბავშვი რო გაჩნდა ზუსტად და მამას რო რაღაცა ანუ ეგეც ნახე კავშირშია მე თქვი ეს რაღაცა რომ ბიჭი იბადება ესე ითვლება ეზოთერიაში რომ ბიჭი მოდის დედასთან გოგო მოდის მამასთან შესაბამისად გოგოს რუკა აი ესე მარტივად რო გითხრათ ჩემი შვილის რუკა 7 წლის განმავლობაში მუშაობდა რუკა კი რა მზე კუროს ისა რა ქვია ჩემზე ხო მუშაობდა ჩემზე
და მე ამ ენერგეტიკით მაძლიერებ და რომელიც საერთოდ ძალიან მჭირდებოდა მე წყლის ნიშანი ვარ და ყველანაირად დომინანტი პლანეტა და მიწა ძალიან მაკლია რუკაში იმდენამდე რომ ქვების ტარებასაც კი მირჩევენ ანუ რომ დავცოტა დავმიწდე და მიწის ენერგია მივიღო ანუ ნახეთ მარტო კი არა მივიღო ეს მატერიალური დოვლათი არამედ გამოვიყენო კიდევაც ხო ხვდებით აი რაღაცა არ ვანიავო ესე ვთქვათ აი ეს რაც აქვს ქალწულის ნიშანს რომ დაგროვებად შეუძლია მარაგი სტრატეგიული მარაგის კუროსაც და მიწის ნიშანს კურო არა მიწისას ხო კი კუროზე ვამბობ და ჩემს წყალი მაკლია და მიწის ნიშანს წყლები ვამბობ აი ეხლა ვესტასთან ბმაში ვთქვი რაც აქვს ამას რომ აი მიწის ნიშნებს ეს აქვს რომ არა მარტო შექმნა შეუძლიათ და მოპოვება შეუძლიათ მაგრამ სტრატეგიული მარაგის გაკეთება ნუ რაც მე მაკლდა მაგალითად და ეს 7 წელი ჩემზე იმუშავა და რომ დავფიქრდეთ მართლა იმუშავა ესე რომ მე შეიძლება თვითონ დედობამ განაპირობა ეს რომ უფრო მეტად სტრატეგიულად დავიწყებ ფიქრი არ ვიცი რამ განაპირობა მაგრამ ესე მუშაობს რო გითხარო ყველა მე ეს ბევრჯერ ვნახე მე ერთი მაგალითი რომელიც ვნახე მეორეჯერაც ვნახე და იგაწეკდა იყო რომ გოგო მეხუთე სახლში იუპიტერი იყო მამის რუკაში და გოგო გაჩნდა ასე რომ ვთქვათ სავსებით შესაძლებელია რომ ამას ნიშნავდეს მაგრამ თუ ადამიანი 45 წლის არის ან 65 წლის არის და იქ ჩანს იუპიტერი ეს ალბათ უფრო სხვა რაღაცაზე მიუნიშნებს და არა იმაზე რომ შვილი ეყოლება ხო გოგო ან ბოდიში ჩემი მეუღლის რუკაში ვეძებო გოგო თუ რამე ხო თუ არა მაინტერესებს არა 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 ეგრე არ არის ანუ ეს ამას ვერ ვიტყვი შეიძლება შენთან ჩანდეს და პარალელურ რეჟიმშიც გოგო იყოს იმიტომ მე ხო ბიჭები მყავს და მე წყალი მაკლდა და ორი წყლის ნიშანია ერთი მიწის ნიშანი წყალი რაღაცა დამირეგულია ანუ ის გოგოზეც ფიქრობთ აქ ხო ხედავ რა კარგია ო მაგრამ არ არის და სანდარი არ არის ნახოთ როცა საჭირო იქ ესე იგი მას არ ჭირდება ბიჭები თუ მოდი შენ ცხოვრებაში ესე შენ ჭირდება ეგ ბიჭები და იმას არ ჭირდება ეს ქალი ყავს ხო შენ ხო კი ეგ უი მართალია ეგრეა კი უი რა უი რას თემებია ვესტას ეს არის შრომის უნარიანობა რეჟიმი ჯანმრთელობა რა პირობები სჭირდება ადამიანს საუკეთესო მუშაობა შეძლოს და აქ არის ვესტა რომელ ნიშანშია და არა სახლში ვესტას უცერერა ვესტაზე ცერერაზე ბოდიში მადლობა რომ შემისწორეთ რა მეთოდებით ჯობია ადამიანის აღზრდა ან და ვესტა თუ არის ქალწულში სხვა მიდგომა უნდა გულკითხებს სხვა თვითონ ნიშნის და მიხედვით იცით რა არის აი სინასტრიაში როცა ადამიანს სინასტრიას როცა აკეთებენ სინასტრიაში რა იმედები და განუხორციელებელი სურვილები გადავიდა დედიდან შულზე ისჩანსო ავგუსტის ნიშნის მიხედვით ცერერას მდებარეობით კი და ხშირად არის აღნიშნული სიკვდილის ჰოროსკოპშიო ნუ ხო ვესტა ხშირად არის ვესტას უცერერა მერკურივით დაგებართ. გავი, როგორც უნდა გასწორდა ეს მერკური. გასწორდა ხო დღეიდან და მყუდი მომიქნია. ეხლა და ვესტაზე ვილაპარაკებ მთელი დღე რა. ჯანდაბას. შემისწორეთ ხოლმე, დიდი მადლობა. დემეტრა ჯორჯი ესეთი ასტროლოგია და ამბობს რომ ცერერა დაკავშირებულია ზრუნვასთან, კვებასთან, სწავლა, ადამიანებს წინაშე საკუთარი მოვალეობის შესრულება და თუ ეს დაზიანებულია, ხო? თუ ცერერა თუ დაზიანებულია, მაშინ პასიური წარუმეტებლობა, სხვებზე ზრუნვის უნარობა, აი უბრალოდ უნარი არა აქვს, რომ სხვებზე იზრუნოს რა. და აი სხვათა შორის ხშირად ამბობენ, რომ თითქოს კირჩხიბია და რატო არის ესეთი გულცივი დედა და რაღაცნაირი ესეთი დედა და შეიძლება ცერერა გქონდეს ზუსტად დაზიანებული და უბრალოდ უნარი არ გქონდეს, რომ სხვებზე იზრუნოს ამ ადამიანმა. კიდე შეიძლება შფოთვებზე, შინაგან შფოთვებზე მიუთითებდეს. აქ შეიძლება იყოს, იცით როგორ შვილებზე ლაპარაკი, რომელიც ჩვენი მენტალური აქტივობის შედეგი იყოს, ან წიგნი, იდეა, შემოქმედებითი თვალსაზრისით ვამბობ, აი ესეთი რაღაცა ეს შეიძლება გქონდეს რაღაც პროექტების, აი მაგალითად პროექტის დაწყება არის თუ რაღაცა პროექტი დავიწყო თუ არა ეხლა, ხო, ან საქმიანობა დავიწყო თუ არა ერთად და როცა ამას ვამბობ და ტრანზიტს ვაკეთებ, ხო, მნიშვნელოვანია რომ ვესტავნა ხო რა დღეშია რა.
რომ კარგი პერიოდია ამის დასაწყებად თუ მერიდო. არც ისე. აა, ესე იგი, სამედიცინო ასტროლოგიაში კიდე მიუნიშნებენ, რომ ეს ცერერა არის კუჭის, კიდე საჭმის მომნელებელი სისტემის დაავადებები შეიძლება განაპირობებს. ეს აი ახლა იცით რა მინდა? აა მივაქციო, აი ამ წინადებას მინდა რომ მიაქციოთ ყველა. ცერერას მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში. აღწერს აღზრდის 12 სტილს. ანუ რა ნიშანშიც არის, რა მეთოდით უნდა აღზარდო ეს ადამიანი, რომ განავითარო ამ ნიშნის საუკეთესო თვისებები, ამაზე ალაპარაკი. ხო ხდებით. ხოლო აი მისი მდებარეობა სახლებში, რომელ სფეროში გავცემთ და ვიღებთ ყველაზე წარმატებით ჩვენ ენერგიას. მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? სახლის და იმის ასევე ასევე წერია რომ ცერერა მიუთითებს გამოცდილებაზე სახლი იმ გამოცდილებაზე წინა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ალაპარაკი რომელიც დაკავშირებულია თვითშეყვარებულობასთან ან კრიტიკასთან ან თვითკრიტიკასთან ან თავგანწირვასთან ანუ დავუშვათ თუ მე მეოთხე სახლში მაგ სახლს ვამბობ ცერერა მაშინ ეს შეიძლება მიუთითებდეს იმას რომ წინა ცხოვრებიდან აი ამ ცხოვრებაში წამოვიღე ის რომ მე ძალიან მზრუნველი დედა ვიყავი და ამით აი ეს ჩემი როლი მიყვარდა რა რომ და შეიძლება ვამპირი დედები რო არიან და არ გაუშვებენ არსად ხო იცით და ეს ჩაბღაუჭებულები არიან თავისშვილებს შეიძლება ამას მიუთითებდეს ეს რა არის ცერერას სიმბოლოებად ითვლება ნამგალი, მოხნული ველი. ამ სიმბოლოებს რომ ამბობ ხოლმე თუ ამ ენერგეტიკის გაძლიერება გვინდა, ხო იცით აი ფენშუი და რაღაცებს რო არის ესეთი, ხო? მე ფენშუის საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ენერგეტიკის მაგალითად ძალიან ჯერა, თუ ადამიანს აკლია მიწის ენერგიები, ხო? რუკაში უნდა ურჩიო, ხო, შეიძლება ურჩიო ადამიანს, რომ აი ეს ფერები, რომელიც ამ ნიშნის მიწის ფერები, მიწის სიმბოლოები სახლში დეკორაციის იმითი გაითვალისწინო, ხო? ეხლა ვერძი რო არის და მკვეთრად გამოხატული ვერძი რო არის და ოთახს კიდე წითელ ფერებში გავუკეთებ თვითკვლელობა ანუ ჩვენ მანიაკი შეიძლება ჩამოყალიბდეს და შეიძლება დახოცოს ვიღაცა, ხო? ენერგეტიკა მისი რომ ახლა უნდა გააკეთო. ისევე სიმბოლოებს როცა ვამბობ ხოლმე შეიძლება აი ამ ენერგეტიკის გასაძლიერებლად გამოვიყენოთ. მაგალითად, ნამგალი მოხნული ველის სურათი, ხორბლის თავთავები. სხვათა შორის ხორბლის თავთავებს ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს ხო იცით ეს ნაყოფიერების და კეთილდღეობისთვის და რაღაცა სახში უდევთ ხოლმე ხორბლის თავთავები, როგორც კეთილდღეობის მოზიდვის საშუალება და ცერერა მოგყავს სახში, ან რო არ მოგშივდეს არასოდეს აი ამ ნიშნით, ხო ხტებით? მისი ენერგეტიკა შემოგაქვს და რატომაც არა დაუშვოთ, თან ლამაზია, მშვენიერი ლამაზია. ყაყაჩო, გოჭი რჩება, ან შეიძლება ღორი ისე ეწერა და შეიძლება გოჭებს წირავდნენ, ხო? სხვათა შორის თხის რქის სიმბოლო, ხო იცით ის როგიზაბილია რო არის, რო გამოვიდა. აი ეგეთი სურათი ხო, და სხვათა შორის ძალიან ბევრი არის ესე იყიდება ხოლმე რაღაც ისინი, ხო? თხის ქარო არის და იქით რომ გადმოცვივა ყველაფერი, რაღაც როგორც სიმდიდრის ის და ჩირაღდანიც კიდე. ფაქტიურად ყველას გვაქვს ცოტა ჩირაღდანი, სადღაც გვაქვს, ხო? რაღაცეები. სხვათა შორის ეხლა როცა ეს გადავიკითხე, იმიტომ რომ მაშინ არ მახსოვდა და ამ სახში არ ვცხოვრობდი. მე მაგ სახში მაქვს ესეთი ნატურები ირგვლივ გაკეთებული, ბრარა ეს კედლის ბრარაც ქვია, სულ ყველა ჩირაღდა ყავს. ესე იგი ქვეცნობიერად მივხვედრი ვარ ეხლა რომ გადავიკითხე ეს რომ ემზადებოდი მივხვდი რომ ეს ყობა ქვეცნობიერად სადღაც ჩამიჯდა ეს რომ ეს ინფორმაცია და როცა ვსწავლობდი ამ სახში არ ვცხოვრობდი ხო ხვდებით ეს ვამბობ ეთყობა სადღაც ჩაიჯდა დაილექა და ჩემი კედლის ბრები და მიწა მაკლია მიწის ენერგია მაკლია ხო და ეგერ ჩამჯდომია და ჩირაღდებივით კედლის brები მიყიდია და გამიდა მიწისა აი ცერერასი კი და ამას ვამბობ ცერერას ეს თვის ფრაზე მიფიქრა არ ვიცოდი ეგეთი ან თუ ასე რა მითხარით
აი თხის ხაზე რო თქვით ახლა რაღაც რო გიზაბილია, ანუ ის რომ რაღაც ესეთი მითიური ის არის, რომ აქედან როგორც რუსულ ზღაპრებში რო გაშლის უბრალოდ ქართულშიც არის, რომ თვითონ რო საჭმელები ეწყობა, აქაც რო იღებ და გადმოდის და გადმოდის დოვლათი. საჭმელი უпростоრეთ. ესეთი მითიური ის რო არის, თხის რქისგან რო გადმოდის რაღაც ულევი, რა ქვია, დოვლათი. რო არილევა, ჩვენ ქისაცხვარი რომ ამოგაქფული კიდე ჩდება ამოგაქფული, აი რაღაც ესეთი სიმბოლო. იმიტომ რომ კეთილდღეობაა, ხო, ანუ ცხადია მიწათმოქმედება, რაც არ უნდა ძალიან რომ რაც არ უნდა ყველა ინტერნეტი რო გაგვეთიშოს და ელექტროენერგია არ იყოს, თავარია ხორბალი მოვიდეს და კარტოფილი და ხახვი, ხო? რო სუპი მაქვს, სუპი ვჭამო. ბოლომდე მაინც ეს არის, ხო? მშიერ ადამიანს არ შეუძლია რაღაც დიდებზე ფიქრი. მეორე ვიც რამე ხო არ გამომცა კიდე შევხედო. მოკლედ კიდე ერთხელ ჩამოვთვლით ცერერასთან დაკავშირებულ სიტყვებს და თემებს. ესე აქ ხათოს გამოყვეთ საკვანძო სიტყვები. ნაყოფიერება, შვილად მიღება, მათ შორის აყვანა. აი იმას რო აი რო კი არის იშვილებ, აი ზრუნველობის იშვილებ ერთია და მეორე რო აი უმცროსი კოლეგა ან მეგობარს რო დედოფ ყველას მამიდა რო ხარ, აი ეგეთი მოშინაურება, მარცვლეული ფერმები, ინსტინქტური ჩვევები, ინსტინქტით დაყოლილი, მოსავლის აღება, მედიცინა, დაცვა, მოვლა, მკურნალობა, ავადმყოფოები, ციკლი, მენსტრუაცია, ანტისეპტიკური საშუალებები, მონელების სისტემა, ნაწლავები, საკვები, გამოკვება, სიმკაცრე, ასკეტიზმი, უბრალოება, პრაქტიკულობა, სამრეცხაო და მეჭეჭები. მეჭეჭები რა შუაშია არ ვიცი, ოღონდ ეგეც აქ არის. ძალიან საინტერესო მეორე ეს ასტეროიდი, ეს არის ამის სიმბოლოებსაც აი მე რო დამატებით იმაში ფაილს გამოგიგზავნა, მithandi ამის სიმბოლოები, მაგალითად ცერერას სიმბოლო არის ესეთი თასი და ქვევით ჯვარით. ვენერას გავს რაღაც მომენტით, ხო გახსოვთ ვენერას სიმბოლო როგორია? ჯვარი და ზევი და მწვანე. ინგლისურად როგორ იწერება? ეს როგორ გამოითქმება ინგლისურად? ეხლა ვეძებ ზეთში და ვერ პოვლობ. ეგეთი ნიშანია. ასტროსიმს აქვს და ეხა დაგისკრინავთ გამოვაგზავნე. Z-ში თუ არა გაქვთ ასტეროიდების პროგრამიანად ჩამოტვირთული, შეიძლება არ გინდა გააქვთ. ასტეროიდები მაქვს გახსნილი. ეგეთი სიმბოლოა ვენერას მსგავსი. ცერეს, ესეც სერეს, გერმანულად. კი, სერეს არის, კი. ეს არის? ერთი კითხვა მაქვს. ვენერას მსგავსი, ოღონდ თავწაჭრი, როგორც თასია კი, ისე. კი, ეს არის. სადაა მაგას. ნინო, ან ეხლავე მკითხე, ან უნდა გადავიდე შევხედე. ეს თხის ფეხი იყო. ეს ცერერას ნიშანი, ეხა ნახე ასტროსიმი აჩვენებს რა მოკლედ ამ იმეებს და ადრე ის რო ქვია ამ ნიშანზე მიწერდა ხოლმე იმას რა ქვია სელენას, ანუ ლილიტის იმას რა ქვია მოპირდაპირე მხარეს და ეხა ცერეს და ანუ მოკლედ კავშირშია თუ არ არის ეგორი კავშირში? ლილიტი და ცერერა? არა, სელენა და ცერერა. ნუ აი ნახე ახლა რა გითხრა, ლილიტი და სელენა არის ფიქტიური წერტილები. ცერერა არის რეალურად არსებული პლანეტა, ჯუჯა პლანეტა. სიმბოლოზე მეუნები თვითონ გავს თუ არა? არა, ამ სიმბოლოზე ადრე მიწერდა ხოლმე სელენას და ეხა მიწერს ცერერას და ხო, არ ვიცი. ცოტა დამაბნია. ხო, არ ვიცი, რატო გიწერდა. და ეხა ჩავაგდე ის რა ქვია, როგორ არის გამოსახული ცერერა და ვესტაც ჩავაგდე. ყველას ნიშანზე, რომელსაც ყოველ ასტეროიდზე ფაილში მითითებულია ნიშნები, ამიტომ ადვილად ნახავთ ამასაც. შემდეგი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის პალადა, შემდეგი. ვინ არის პალადა? ცოტა დამაბნეველი და ესეთი ისტორია არის, რაღაც მთლად გაურკვეველი არ არის. ერთი ვერსიით არის, რომ ეს არის ზევსის თავიდან დაბადებული, რა ქვია, ქალღმერთი,
აა, ამბობენ ასევე, რომ ეს არის ათენას ტყუპისცალი და თუ რაღაც ესეთი, რომელიც ბავშვობაში ათენამ შემთხვევით მოკლა და მისი ძალაც მან გადაიდო, ესე ვთქვათ. ასევე არსებობს ესეთი მითი, რომ ათენა იყო ორსახოვანი, ესე ვთქვათ, და აი ეს მისი შემთხვევით მოკლული დის ენერგეტიკა მას ჰქონდა ჩრდილად და მას ვერ ნახავდი, ანუ პალადას ვერ ნახავდი, ათენა პალადა ესე ერთად შეიწვა ეს სიტყვები და ვერ ნახავდი ამ პალადას, უბრალოდ ხედავდი მარტო პალადიუმს, რომელიც ეს პალადიუმი არის როგორც ჭრდილი, ციდან ჩამოვარდნილი ქარღმერთის გამოსახულება. ანუ ვერ დაინახავდი ესეთი უხილავი იყო, როგორც ვთქვა, რომ ათენამ შეითავსა თავისი მოკლული დის რაღაც თვისებები, თითქოს რაღაც ესე წამოიღო. მეორე პლანეტა, ანუ ასტეროიდია, რომელიც აღმოაჩინეს 1802 წლის 28 მარტს და ქალწულის 28 გრადუსზე იმყოფებოდა. ესეც გერმანელმა ასტრონომმა აღმოაჩინა დაახლოებით 23 საათზე. აი არ ვიცი ესეც რა მნიშვნელობის, მაგრამ ესეც მიწერია. დიდ ოთხეულში შედის პლანეტა ასტეროიდების, ან დიდ პალადა შედის ამათთან ოთხეულში, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ. პალადას თემები არის მამაცობა, გმირობა და პოლიტიკური აქტივობა, თავდაცვის ხელოვნება. თუ დაძაბულია ასპექტების აქვს, მაშინ შეიძლება იყოს აი სუსტი ხასიათი რო აქვს, რომ ადამიანი რომელსაც შეიძლება ძალიან ადვილად ზეგავლენა მოახდიო, ხო? დიპლომატიის უნარი შეიძლება არ კონდეს, იყოს ძალიან აგრესიული, უხეში და კონფლიქტებში ადვილად შედიოდეს. აზროვნების სპეციფიკაზე შეიძლება მიუთითდეს, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება კონდეს. და პალადაზე ამბობენ, რომ ის პასუხისმგებელია ადამიანის შემოქმედებითი აქტივობის გაღვიძების ხერხზე. როგორ ან რითი იღებს ის შთაგონებას. ანუ ამ ეს რა თქმა უნდა ხო თქვენ მიხვდებით, როგორ და რითი განსაზღვრავს ნიშანი და სახლი, უკვე თქვი ცერერასთან დაკავშირად. რა სიმბოლურად აღნიშნავს აზრის შემოქმედებით წვასო, ესე წერია პალადაზე. მისი სფეროები ასევე სიახლესთან ადაპტაციის უნარი, გონიერება, სიბრძნე, კომპეტენტურობა თავის პროფესიაში და აქ მაგ მოყვანილი სხვადასხვა ასტროლოგები როგორ განიხილავენ და როგორ აღიქვავენ. მაგალითად, მისი სიმბოლოს და საკვანძო სიტყვები ბენერტის მიხედვით ამორძალს აღნიშნავს. დონატის მიხედვით შენარჩუნება, ორგანიზაცია. და ცოტა ისეთ თემას ვეხებით, რომ კარგად, აი ცალსახად ჩამოყალიბებული ამის მიმართ არ არიან, ვინაიდან ათენა და პალადა ასოცირდება ერთად ითვლება, რომ ათენას რაც ჰქონდა ისინი ამისთვის დამახასიათებელია, დასათებელია, მაგრამ ორთაბრძოლები, ნებისმიერი სახის პოლიტიკური საქმიანობა, შეიძლება იყოს სიმამაცის, გმირობის, თავდადების სიმბოლოდ იყოს და მოიაზრებოდეს, ხო? შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულმა პალადამ ვიზუალური და სმენითი აუდიო და ვიზუალური არასრულფასოვნება. მაგალითად, სუსტი სმენა ან დალტონიზმი კონდეს ადამიანს, ვერ აღიქვას ყველაფერი. ხომ არის ადამიანები, რომელიც რაღაცას აი ჩვენ ზოგადად ბევრი ადამიანის უმეტესობა იმხმებს, ვერ აღიქვათ, რაც ძაღლები აღიქვავენ, ხო, ან ცხოველები აღიქვავენ და პირიქით რაღაც რეესტრებს. ესეთი დარღვევა შეიძლება კონდეს. პალადა, როდესაც ძლიერია ადამიანის რუკაში, შეიძლება ვთქვათ, რომ მიყევი ორთაბრძოლებს, ნებისმიერი ფორმატის ორთაბრძოლებს, ხო?
თუ ეს პალადა ძალიან დაზიანებულია და აი მაგალითად რუკაში ვერ ხედავთ, შეიძლება ყოველთვის არ ჩართოთ ეს ასტეროიდები, მაგრამ შეიძლება ვერ ხვდებით, რომ თითქოს ძლიერი რუკაა და აი რატოა, რომ ესეთი სუსტია ეს ადამიანი, ხო? რატო ვერ გამოხატავს თავის? შეიძლება აი ზუსტად პალადა კონდეს დაზიანებული. აა ზოგადად აი ესე რომ ვთქვათ, რა არის პალადა, ეს არის ქალი მამაკაცურ სამყაროში, რომელიც მამაკაცის ტოლია. და ისე როგორი სიმბოლოთი აღინიშნება? ესეც მისი ვენერას გავს და არა, ოთხკუთხედია. ეს არის რომბი და ქვევით ჯვარი. დიახ. რომბი ჯვარით. ალასით არის, მე მგონი იმაში. ალას, დიახ. ეგენი გამოვაგზავნე ხა დავსქრინე და თავისი სახელებით საწერია და ხო, ან ჩატში. ხალში მოცემული არის და რო გახსნით იქაც ნახავთ. ზოდიაქოს ნიშნებში აღწერს აღქმის 12 წილს. ან რა ნიშანშიც არის, ისე აღიქვავს სამყაროს. და რომლის მეშვიდე მოქმედებს შემოქმედებითი გონება. მე ამის მიხედვით ხოლო ჰოროსკოპის სახლებში პალატა გვიჩვენებს, რომელ სფეროში არსებობს შემოქმედობითობის მენტალური საჭიროება. ტვინი რო გთხოვს, რომ აი აქ იმუშაო, ხო? აი აქ გინდა რომ იყო, ხო? აი აქ იყო ნებისმიერი მიმართულება, სამეცნიერო კი არ არის, მაინდა-მაინც აი რო იცი, რომ აი აქ შენ მაგარი გაიქნები. ხოლო მიღწევები მეოთხე სახლი რაც ითხოვს? მეოთხე სახლი როცა რა. კულინარია მაგალითად. რაღაც საოჯახო რიტუალური საქმე. რა ვიცი, ბევრი რამე შეიძლება იყოს, ხო? საოჯახო ბიზნესი. ან საერთოდ დედობა მინდა, არ მე მინდა ვიყო პროფესიონალური დედა. დამლაგების სერვისი, ხო? დალაგების სერვისი. ქვეყნის პროფესიებია. მარტო დედა ხო არ არის მეოთხე საქმე. ორგანიზატორი, აი ნებისმიერი ფორმატის ორგანიზატორი შეიძლება იყოს და ნებისმიერ სამსახურში შეიძლება კონდეს დედის ფუნქცია. რომელიც ზოგავს გადაანაწილებს ორგანიზატორთან დედა მარტო ძუძუს ჭმევა ხო არ არის. დალაგება მოფიქრება განსაზღვრა ვის რა დაავალო შვილებიდან აი ესეთი ამას შეიძლება მიუნიშნავდეს. სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ მეოთხე სახლი ან კირჩხიბები არიან ძალიან კარგი ორგანიზატორები. თვითონ არ გააკეთებინო არაფერი და სხვას მშვენივრად, ანუ პასიურად განცემს განკარგულების გამცემება და კარგად განსაზღვრავს ამას. არ არის მშვენიერი ფუნქციურად შეიძლება დატვირთონ ეს ადამიანები. ესე იგი, შემდეგი არის იუნონა. იუნონას აქვს ფანტასტიკური სიმბოლო, ეს არის ვარსკვლავი ვარსკვლავს. ეს ვარსკვლავი ჯვარზე, ანუ იცით როგორი არის, რომ ფიფქს რო დავხაზავთ 6 ქიმიან ფიფქი რო დავხაზოთ და ბოლო ფიფის ჯვარი რო გააკეთო. ჯვარი ყოველ მდედრობითზე არის ლაპარაკი და ამიტომ რომ მდედრობითი სიმბოლოა, ხო? მისი აი მაგალითად ახლა პირდაპირ წავიდეთ რომაულ მითოლოგიაში ოჯახის, დედობის, ქალების და ქალთა ნაყოფიერების ქალღმერთი. იუნონა იყო იუპიტერის მეუღლე, აი ზევსის მეუღლე, ხო, ჰერა. ბერძნულ ჰერასთან აიგივებდნენ. იუნონას კულტურა რომში დაპყრობილი იტალიური ქალაქებიდან გადმოინაცვლა და მას ახალი ფუნქციები და ეპითეტები დაემატა. დედოფალი, ლუცინა, ნათელა, ბავშვის დამბადებელი. აი ეს ძალიან საინტერესოა, ხო? და ბავშვის დამბადებელი. მეომრად ასახავდნენ ეტლზეს თხის ტყავით, ფარით და შუბით. აი თხის ტყავი რატომ მოდის ეს ამალთეასთან მივდივარ თუ რა არ ვიცი. იუნონა იუპიტერთან და მინერვასთან ერთად კაპიტონიუმის ტრიადაში შედიოდა. აი კაპიტოლიუმზე არსებული ტაძრები მათ ეძღვნებოდათ, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი ქალღმერთი იყო, ხო? გათხოვილი ქალების წერდნენ, იმიტომ რომ თუ გახსოვთ ეს მითი, როგორი იყო ზევსზე უფრო ადვილად მოყვება ეს ჰერა, რომელიც ზევსი, ანუ იგივე გაუთავებლად ქალებში დადიოდა, ესე ვთქვათ, ხო? გულაობდა ბიჭი, ხო და ჰერა ამაზე ძალიან ნერვებიზე იშლებოდა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სკანდალებს უწყობდა და თუ გახსოვთ როგორც ჯიდა ზევსის ამა თუ იმ საყვარელს. და ითვლება იუნონა, რომ არის ქორწინების ქალღმერთი და არა ოფიციალური ქორწინების გარეთ მიღმა ურთიერთობებს არ აღიარებს რა და პირიქით რაღაც კონფლიქტში შედის მათთან, ვისაც ესეთი არატრადიციული ოჯახები იზიდავს. მას ზელოცულობდნენ, როდესაც უნდათ გათხოვება, მას ლოცულობდნენ, როდესაც უნდათ რომ ოჯახში ქონოდათ კეთილდღეობა და
მ, ქმრის ერთგულება, ასე ვთქვათ რა. შეიძლება იმისთვისაც აწუხებდნენ, ესე ვთქვათ, რომ აი ეს ჩემი მოღალატე ქმარი დამისაჯეო, ხო? ეგ არ ვიცით ახლა ეგ. ციკლი მისი მზის ირგვლივ ტრიალის არის 4.4 წელი. ცოლი იუპიტერის ცოლია, ხო? და მოქმედებს როგორც აი ნახეთ ეს ხაგ მიჩვენ. იუნონას მოქმედება არის მთვარისა და ვენერას მსგავსი, ანუ ქალური ენერგიების მატარებელია, ქალი, ისედაც ქალი არის, ისედაც ვიცით, მაგრამ ანუ იმ თემებსაც განაგებს, რაც ვენერას არამატერიალური, ხო, ის მატერიალური, რომელიც ოჯახს მოხმარდება, ქალურობა, რომელიც ოჯახს მოხმარდება, მთვარის თვისებები, რომელიც ოჯახსია ეს ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ფართო გაგებით ოჯახზე შეიძლება რომ ტრანზიტი, როდესაც არის ტრანზიტს როცა უყურებთ, ხო, ისევე ვამბობ, არა ნატალში, არამედ ტრანზიტულ რუკაში შეიძლება იყოს მიუთითებდეს, რომ აი ტრანზიტის დადებითი ასპექტი მიუთითებდეს მეშვიდე სახლში, მაგალითად, მისი გამოჩენა შეიძლება მიუთითებდეს კარგი სასიკეთო ქორწინებით რო დაშორდება და დამთავრდება იმით ურთიერთობებს. შეიძლება პირიქით თუ არასახელსაყრელი მდებარეობა აქვს და ასპექტი ნატალთან შეიძლება განშორებაზე მიუწვდეს. ასევე სინასტრიას როცა აკეთებენ, აქ ჰარმონიული ასპექტი იუნონასთან ნიშნავს, რომ კარგი ურთიერთობა შედგება. იუნონა აღნიშნავს საზოგადოების უჯრედს, ოჯახი როგორც საზოგადოების უჯრედი, აი ესე პატარა სახელმწიფო, ესე ვთქვათ. ხო, თუ სინასტრიაში არის ჰარმონიული, რა თქმა უნდა, ოჯახიც იქნება ჰარმონიული. რასიჩქი არის მოძრაობს? რამდენი ხანი? 4 წელიწად ნახევარი ლამის უნდება მზის ირგვლივ დატრიალებას. აი მაგალითად წერია, მაგალითებს ვკითხულობ ხოლმე. იუნონას ვერდში ყოფნისას, როდესაც იუნონა ვერდშია, ადამიანს იზიდავს ვერძის თვისებების მქონე ადამიანები. აი თუ ვერძში აქვს იუნონა, ხო, იზიდავს ვერძის ტიპაჟები, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება ვერძი ხო იმითი მზით ვერძს კი არ გულისხმობ. აი ვერძი პრინციპული, ჯიუტი, შემტევი, აი ესეთი ვერძი ტიპები იზიდავდნენ. გინდა კაცს და გინდა ქალს, სულ ერთია რომელზეა საუბარი, ხო? მცირე პლანეტა არის ნომერი მესამე, 804-ში აღმოჩენილი. გერმანელმა აღმოაჩინა ესეც და მის სიმბოლოდ აღიქვამენ სკიპტრას. როგორც დედოფალი, ხო ვთქვით? მთავარი ღმერთის ცოლია, ხო? მისი საკვანძო სიტყვა არის დონატის მიხედვით სტრუქტურაო. მის როგორც ვეშატი ესეთი სემირა და ვეშატი ესეთი ასტროლოგები არიან, ესენი ასტროლოგები და მათი მიხედვით სასწორი იუპიტერი ან მშვილდოსანი. აი რა ვერ გავიგე ეს რანაირად მშვილდოსანიც არის და იუპიტერი, ანუ ვერ ხვდები რას ამბობს, მაგრამ მაინც მიწერია ბისტრავას მიხედვით თითქოს ტყუპებს მართავს. მაგრამ როგორც წესი სავანედ მიიჩნევენ ხოლმე სასწორს. ისე ზუსტად ეს არ არის განსაზღვრული და ამიტომ ესე დინა თუ არა კარგია თუ მართლა მისი მდებარეობა ვერ ვიტყვით. ეს არის ურთიერთობების პრინციპის გამსაზღვრელი, მასევალება, ეს მოიცავს ეჭვიანობა, ღალატი, დამონება, მესაკუთრეობა და ნუ მიტოვებაც, ანუ წავიდა, გაიბუტა, გაბუტვაც ამაში შედის, ხო? ის რომ ქორწინება მისთვის არის და ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულებები არის ამასთან დაკავშირებული. შეყვარება, გადაყვარება, შეყრა, გაყრა, ყველაფერი უკავშირდება ამას. ასევე რაღაც ქალური ნიშანია არ გაგიკვირდებათ, ხო და მთავარი ღმერთის ცოლია, რომ ეს სილამაზეც ეხებოდეს მას, ხო? მაგალითად შეიძლება იგივე სამედიცინო ასტროლოგიაში გავითვალისწინოთ იუნონას მდებარეობა, როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას გეგმავთ, რომ იუნონაც არ იყოს დაზიანებული და ცუდი მდებარეობა არ ქონდეს, როდესაც იგეგმება, ხო, ოპერაცია.
როდესაც ადამიანის რუკაში გადადის ტრანზიტულ რუკაში იუნონა ჰარმონიული ხდება, მას შეიძლება დაულაგდეს ამ პერიოდში ურთიერთობები ოჯახში შიგნით და აი მაგალითად ასევე შეიძლება თუ ხედავ რომ ცოლ-ქმარი ხარ და რაღაცა დაგეძაბება ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის იძაბება, მოდი შენი რუკაც ნახე და ქმრის რუკაც ნახე და თუ ეს და აძაბული ურთიერთობა თუ იუნონა არახელსაყრელ პირობებშია დაზიანებულია ან შემოვიდა დაუშვათ მეშვიდე სახლში რომელიც პარტნიორული ურთიერთობის სახლებშია მოერიდე ანუ გაიაროს ამ პერიოდს ნუ და თუ დაძაბულია, თუ დაამთხვევ რას ბორკებს ოჯახურს, ხო? და პირიქით, თუ ჰარმონიულია და რაღაც ისეც გინდა დავაპარაკება, რომ ფიქრობ, რომ იქნებ ამ ვერ გამიგოს ან როგორ გამიგებს, ჯობია რომ ჰარმონიული იუნონას პერიოდიც დაამთხვიო ამას. რა თქმა უნდა, ამას ახლა რომ ვამბობ თან ის ამას ფიქრობ, რომ ყველაფერს ერთად შეიძლება ვერ ითვალისწინებდე, მაგრამ კითხვის დასმის დროს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ხო, ამის ჩახედვა. ყოველ შემთხვევაში ნახეთ რა უნდა გითხრათ, როდესაც იფიქრებთ, რომ აი ეხლა თუ არის ჩემთვის კაი პერიოდი, რომ ეს გავაკეთო და არა ნატალური რუკის განხილვისას, ხომ სწორედ ნატალურს ჩემ რუკას კი არ განვიხილავ, აი ხა თუ არის კაი პერიოდი ჩემთვის, რაღაცა კონკრეტულისთვის. აი ამ დროს ასტეროიდების ჩათვლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ უფრო კარგად დაგანახავთ სურათს. კარგი პერიოდია, ცუდი თუ ისე რა, ხო? ზოდიაქოს ნიშნებში იუნონას ანუ რა ნიშანშია? აღნიშნავს თავსებადობისა და სხვების აღქმის გზებს, აი როგორ აღიქვავს ადამიანი. ურთიერთობაში მონაწილეობას როგორ შედა, აი ურთიერთობაში როგორ იქცევა, ხო? ვერტშია, ცოტა ჯიქურ არის თუ პირიქით თევზებშია და რაღაცა მისტიკურ, ხო აი ამას. და ამით 12 სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ხოლო სახლებს რაც შეეხება, რომელ სახლშია იუნონა, ეს განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც გმართებს ურთიერთქმედებისა, აი, სადაც გმართებს, აი, დავუშვათ თუ სად შეიძლება თან თუნდაც სად შეიძლება ის ადამიანი ვიპოვო, რომელ სახლში, ანუ დავუშვათ რესტორანში გავიცნო თუ ეკლესიაში კირჩხიბი და თევზები ვახსენე, ახლა ხო? იუნონას სიმბოლოები არის სკიპტრა, ეს ვთქვი, დიადემა, პირბადე, ფარშევანგი, გუგული, ძროხა, ბროწეული და ცისარტყელა. ამ ყველაფერში გუგული რა შუაშია არ მესმის, დანარჩენი ყველაფერი მივხვდი. გუგული როგორც სხვა ბუდეში როდებს რა ვიცი, აი რა შუაშია ამასთან ვერ გავიკე. და ბოლოს მივედი მოიცა კიდე ერთ წუთი შევხედავ რამე ხო არ გამომრჩა სულ ეს სულ ამას ვფიქრობ, რომ რაღაცა ხო არ გამომრჩა, არა, მე მგონი არ გამომრჩა. იუნონა საკვანძო სიტყვებს მაინც წაგიკითხავთ ხათუნას მიხედვით, ესა დაბადება, პატარძალი, საპატარძლო, ახალდაქორწინებულები, ფინანსური სისტემები, მარაგი, კოსმეტიკა, დოკუმენტები, უცნაურობა, თვითყოფადობა, მოულოდნელი შეტაკებები, ეტიკეტი, ფიცხი იყო იუნონა, ხო? ეტიკეტი, ერთგულება, სტუმართმოყვარეობა, გასაღები, ცერემონიები, ქორწინება, ორნამენტებით მორთულობა, ოქმი, ორნამენტებით მორთულობა, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, თავარი ქალღმერთი იყო და ოქმი, პროტოკოლი, მოსაზრებები, სკეპტიციზმი, გამჭრიახობა, პრაქტიკულობა, დახვეწილობა, დამღა და უღელი როგორც მონობის. აი ვიღაცას რომ დაიმონებ, აი ეს ამისი სიტყვებია. თემების შესაბამისად სიტყვებს რომ ამბობ, ვგულისხმობ რა თქმა უნდა თემებს. გადავედი ვესტაზე. ვესტას სიმბოლო ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად არის კონვერტი, ხო ცოტა კონვერტს წერილის კონვერტი რომ დახატო და ზევიდან ესე სამკუთხედი, რომელშიც შუაში კიდე ყოფს სიმაღლის ტოლფერდა სამკუთხედის აქვია ბისექტრის საერთოდ კი არა და რა ქვია მაგას შუაზე გამყოფი ხაზი ვესტა რომაელების ცეცხლის ოჯახური კერის ქალაქის თემის მფარველი ქალღმერთი უძველესი არის ინდოევროპულ კულტურაშიო და
რომში იყო გავრცელებული ოდითგან მოვიდა. იცით რა, რომის დაარსების ისტორია ხო იცით ის მგლები და რაღაცა ესეთები რომალი და ის აქვია. იქაც კი ამბობენ ეს რაღაცას, რომ ან იქ ისე არის მოყოლილი, რომ ამ რომულუსის დედა თვითონ იყო ვესტას ქურუმი, ბოდიში ქურუმი კი არა. ესე იგი, ეს ვესტა კიდე რომაული პანთეონის, ღმერთების პანთეობის ჩამოყალიბებამდე არსებობდა. ქურუმების, ვესტას ქურუმებს, ამას მიუხსნეთ ყურადღება, რომ 6-10 წლის 6-დან ნაწლამდე, ანუ ჰუბერტატის დადგომამდე ირჩევდნენ და ესენი ყოველთვის არის დიდი არისტოკრატიული ოჯახის შვილები, გოგოები და 30 წლის განმავლობაში ქალწულები უნდა ყოფილიყვნენ. ანუ დაახლოებით 36-40 წელი გამოდის. თუ გავიხსენებთ მაშინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, ანუ სიბერემდე უნდა ყოფილიყვნენ ქალწულები. თუ ამას დაარღვევდნენ, მათ ჩაქოლავდნენ ქვები, მიწას ჩამარხავდნენ ესე ცოცხლად. რაღაც უცნაური ქალღმერთია ხო თითქოს რაღაცნაირი უცნაური თან რაღაც ძალიან კაცრი მოთხოვნები აქვს თითქოს. ესე იგი აქ ვესტას ქურუმებს ევალებოდათ ცეცხლის შენახვა, მარადიული ცეცხლის ესე ვთქვათ, რომელიც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო იყო და აი აკაცო ეს ენთო მუდმივად ამ ცეცხლს რაღაც ყოველთვის ვიღაც ადგა თავზე, ვინც არ აქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცეცხლი მუდმივად უნდა ყოფილიყო, წელიწადში ერთხელ აქრობდნენ და თავიდან ანთებდნენ. რაღაცა რიტუალური წმინდა ხის ნაფოტებს ახახუნებდნენ ერთმანეთზე. აი, ჩემთვის ეს მაგალითად ეხლა ხო ისეთი სიმბოლოა, რომ წელიწადში ერთხელ როგორც აი ოჯახზე და გინდა ნებისმიერ ურთიერთობებს და ახალ წელს ჩვენ რო აღვნიშნავთ, თითქოს აი გადატვირთვის აი 12 თვე მოვედი, შემოვიარე რაღაც ჩემ დაბადების დღეზე ვამბობ, ჩემ ახალ წელს რაც არის, ხო? თითქოს ეს არის, რომ ბოლოს აი ჩავაქრე და ხო ესე არის, პირველი თვე დაბადები და როგორც პირველი წელი და ასე შემდეგ 12 წელზე რო 12 ზოდიაქოს ნიშანზე რო ლაპარაკი რა. და თითქოს რაღაც განახლების საშუალებას აი ეს გავანულე და ეხლა თავიდან ვიწყებ. აი ამის სიმბოლოა და ძალიან მომწონს ეს ეგრეთ წოდებული რიტუალი. ქალბატონო თამელა, თქვენ ვესტას სათქავთ? ვესტა მყავს ხო არ გინახავთ? ორიელში. სატურნის ქალური იპოსტასი. ყველა ვესტაზე ვესტა კი ხო ვესტაზე ვსაუბრობ და მას ყველაზე კაშკაშა ასტეროიდია და შეუიარაღებელი თვალით ჩანს ხოლმე. ამბობენ, მე არ ვიცი არ დამინახავს 3 წელიწად ნახევარზე ცოტა მეტი უნდება რომ შემოიაროს 2 გრადუსი უწერია, ესე იგი მორიელში კი არა, შილდოსანშია. 2 გრადუსზე. უკაცრავად სად ნახულობთ მაგას, იმიტომ რომ მე ერთ საიტზე ევროპაში. დაუწერია. კალკნამელა რა უწერია? 0 გრადუსი? 2 გრადუსი უწერია. ეხლა თვითონ სიმბოლო ისე დგას, რომ მეგონა მორიელში იყო, მაგრამ შილდოსანშია. შილდოსის მეორე 2 გრადუსზე. ასტროსიმზე შეგიძლია ნახო მაგ ყველაფერს აჩვენებს. სად? ბოდიში? ასტროსიმი. მადლობა. დავაგდებ იმასაც. კი, შილდოსის 2 გრადუსია, კი. ყველაფერი ვესტაზე მეკითხები, ხო? და ყველაფერი არ ქონიათ ესე იგი ხირხაში რაღაცა სხვაგანაც არის, ხო? ხო, დანარჩენები რა. ესე იგი, სატურნის ქალური იპოსტასიო, ანუ სატურნი არის სატურნ ვიუპკე, სატურნი კაბაში. რა თემებია მისი, ესე პირადი დანიშნულება, რისთვის მოვედი, ამისთვის შეიძლება მისია, რამდენად შემიძლია კონკრეტ რაღაცა მისია ვიკისრო და ეს მისია შევასრულო. რამდენად ერთგული ვარ ჩემი მიზნებისთვის და მიზნებისთვის ერთგულება ვესტაზეა. უმაღლესი ამოცანების შესრულების გულისთვის თავგანწირო. ანუ
რამდენად შემიძლია მე რაღაც იდეას ვემსახურო იმდენამდე რომ თავგაწინვარ და მივიდე, ხო? თვარესთან ასპექტებს, შენ რა ასპექტები აქვს თვარესთან იმის მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს შვილების სიკვდილსო. ეს ცუდი თემაა, მაგრამ მაინც ვამბობ. რატო ვამბობ იცით ახლა ამას? მაგალითად, როცა ადამიანს არ იცის მისის დაბადების საათი და ვადგენთ. ხო, აი დაბადების საათს ვადგენთ. ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ აი ვესტა და მთვარე შორის დაძაბული ასპექტია, ესე აი ამ მომენტში, როდესაც გადამყავს ხო, წუთებს ვარჩევ იქ რაღაცა და აი აქ ხნის რაღაცა და ვიცი რომ შვილი ყავს გარდაცვლილი. და შეიძლება აი ამით დამეხმაროს, ხო? თუმცა რუკაში როა ნატალურ რუკაში ეს ამას შეიძლება საერთოდ არ ნიშნავდეს. მე უბრალოდ ეს მქონდეს, რომ ეს მოხდება, ამას არ ნიშნავდეს. უბრალოდ ეს შეიძლება მქონდეს გათვლილი დროის დასათვლელად გამოვიყენო. თორე ასეთ საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ცუდი რაღაცეები რო ჩანს და რო ეუბნები. ვესტა ესე ვთქვათ აშრობს მთვარეს. აშრობს მთვარეს ქალბატონი თამილად წაღა თქვენ მიხვდებოდით, ანუ ნაყოფიერებას ათლის თითქოს. ხო ხვდებით, განაუდედობას უშვილოსობას ნიშნავდეს შეიძლება ეს უბრალოდ შეიძლება ნიშნავს რომ ძალიან მშრალი ადამიანი იყოს ძალიან ემოციებიდან დაცლილი ადამიანი იყოს და არ იყოს ესეთი გენაცვალოს შვილოდე და მოდი მოგეფერო ესეთი არ იყოს 8-7 წელს აღმოაჩინებს 29 მარტს ისევ გერმანელი ძალიან მაგარები არიან ეს გერმანელები რა ეს უკვე ვთქვი რომ შევერაღებთ თვალთან ჩანს სიმბოლოები მომწონს ძალიან გული კერის ცეცხლი აი კერის ცეცხლი და უბრალოდ ჩირაღდანი კი არა კერის ცეცხლი სახლში როანთია შუაში ხო ესეთი ასო ბგერა ლათინური ბგერა V როგორ გამოხატავდნენ იცით თავზე პირბადე სახეს რომ ალავს ისეთ პირბადე ჩამოფარ თასით ჩირაღდით სკიპტრით და პალადიუმით ვესტას აი რატო არ ვიცით ცოტა მე მგონი რომ აქ რაღაც აღრევაა ბევრი ერთნაირი ღმერთის ხო რომელიც თითქმის ერთ და იგივეს აღნიშნავს და სატურნის პოზიციას კირჩხებში აი ვესტას სახე თვითონ როგორც სატურნია კირჩხებში რაღაც აი ესეთი ტიპის ადამიანზე შეიძლება ვესტა არის ასეთიო ესე აღნიშნავენ ეს არის არა იუნონესგან განსხვავებით არა დედა და არა მზრუნველი და არა რაღაც სხვა ეს არის პირადი მისია საკუთარი თავის სამსახურისთვის მიწყდა ჩემი საქმე ჩემი ამოცანები მე რაც მინდა მე როგორც გავაკეთო ხო ხვდებით რას ვამბობ არა დედობრივი და რაღაცა ვეტაშის მიხედვით თხის რქას და პლუტონს შეესაბამებაო ვესტას ან თხის რქისა და პლუტონის ენერგეტიკებს ეს კი და კიდე როგორ ვესტას როგორც რომაელი ხალხის გვაროვნულ მფარველს თხის რქის ნიშანთან აკავშირებსო ეს ვეშტა ხოლო სახლის დაცვა კირჩხიბთან ვესტა თხის ქა როგორც მეომარი და როგორც რაღაც მეს გამტანი და კირჩხიბი როგორც სიცოცხლის როგორც სახლის მცველი აი ესეთი ოღონდ ცეცხლით ხმალით ხელში და არა ისე რომ დედაშვილო არ მოგშივდეს და საჭმელი გქონდეს ცოტა რთული პლანეტა მგონია იმიტომ რომ ყოველთვის რთულია ქალისა და კაცის ენერგიას ქალის ენერგეტიკით კაცის მისიის შესრულება ხო და ხშირად ესეთი ესეთი ვესტას ვისაც დააზიანებული ან შეიძლება პირიქით ძალიან ძლიერი ყავდეს შეიძლება სულიერი ლიდერები ქალის ოჯახზე უარის თქმით აი დიდი დედაო გამოვიდა ხო ხვდებთ ესეთი ასკეტური ცხოვრები წავიდნენ რაღაცა სულიერი პრაქტიკები ქონდეს და შეიძლება ჩაითვალოსო რომ მორიელში ეგზალტაციას განიცდისო გადარჩით ქალბატონი ხო ხედავთ 2 გრადუსით გადარჩით ასტროლოგი ჯორჯის მიხედვით ეს არის ფუნქციებია გაწმენდა, რეგენერაცია, საკუთარი თავის მიძღვნა მისიისთვის,
ყველა ავტორთან შევხვდით ამას, რომ ეს საკუთარი თავის ხვისთვის მიძღვნა, ოღონდ არა როგორც დედაგენა ცვალოს, არამედ იდეასთან, იდეალისტვის. საიდუმლო სექსუალური ალი. რა, ამიტომ შეიძლება მორიელში ითვლებოდეს, რომ ეგზალტაცია იქ არის. შინაგანი მარადიული, აი იდეისთვის რო არ გაითიშებიან. აი ხა ამ ჩვენი საუბრის დროს ერთი ჩემი მეგობარი გამახსენდა, რომელს ლუკასაც აუცილებლად მივწერეთ მომწეროს. აი მგონია რომ ეს სულ ყოველთვის ან რაღაც იდეა რო აქვს, იმ იდეას ყოველთვის იქ აკვეხებს ამ სულ იმ იდეის, ყველაფერი იმ იდეის, ტორტიც იმ იდეის ქვეშ ცხება და ომლეტიც იმ იდეის ქვეშ ცხება და ფორმას აძლევს იმ იდეის. აი იდეებით შეპყრობილი და dedicated რო ინგლისურად რო არის თავდადებული ამ იდეების. ვესტა შეიძლება რუკაში აღნიშნავდეს დას. ადამიანის დას აღნიშნავდეს. მით უმეტეს როცა ამ დას დიდი მნიშვნელობა აქვს ნატივის პირად ცხოვრებაში, ხო? აი ვესტას ასევე შეაბარია საკუთარი თავის მისი თემებია საკუთარი თავის სრულყოფა, რაღაც შეზღუდვა, იმიტომ რომ ხო ვთქვით რომ სატურნის ქალი სატურნია და შესაბამისად სატურნის თვისებები ეს ასკეტიზმი, მინიმალიზმი, ну ვესტავისაც ძლიერ იყავს გუშინ მაგალითად გუშინ წინ არ გავარდა და არ დახარჯა მთელი თავისი დანაზოგი შავპარასკევს. აი პრაქტიკული ასკეტიზმი, მინიმალიზმი, სკანდინავიური ინტერიერი, არაფერი ან იაპონებს ორი ცალი რაღაც აქვს, რაღაც ეგეთი. ვესტა ასევე როგორც სატურნი არის შინაგანი გაწმენდა და რაღაცა შინაგანი სულიერი ღერძზე მუშაობა, მუდმივად სრულყოფა. დაზიანებული ვესტა ეს იყოს შეზღუდული და ვიწრო აზროვნება და რაც სატურნს ახასიათებს ასევე, ხო? ეს რაღაცა პედანტური რაღაც ზედმეტი რაღაცები, რაც ურთიერთობებში უშლის. და სხვათა შორის დაზიანებულმა ვესტამ სხვა ყველა სასიკეთო და ქორწინებისთვის სასიკეთო სხვა ნიშნებთან აი სხვა ყველაფერი შეიძლება მოწესრიგებული იყოს და მშვენიერი იყოს ნატალის რუკაში რატო მშვენიერადაც მოაწყობს დაუშვათ ოჯახს და ვესტა დაზიანებულმა შეიძლება გამოიწვიოს ის რომ იმდენად ეშინია ვალდებულებების აღება რომ აი ნებისმიერი სახის ვალდებულებებში შესვლა რომ აი დაზიანებული ვესტა იყოს ის მიზეზი რომ ადამიანს უჭირდეს ოჯახის შექმნა. ეს არის 12 ნიშანში ან რომელ ნიშანშია 12 ნიშნიდან ვესტა ეს განაპირობებს რამდენად და როგორი ფორმით აკეთებს ფოკუსირებას ვალდებულებების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს და როგორ შეუძლია ეს გააკეთოს, აიღოს თავზე ვალდებულება და სექსუალური ენერგიის განკარგვის თემას, ან რამდენად შეუძლია სექსუალური ენერგიის სექსუალურს მარტო სექს ხარგული ზუსტად საპირისპირო და თუნდაც შენი სქესის ადამიანებზე შენი ქარიზმით და იმით ზეგავლენის მოხდენას და სთაბეჭდილების მოხდენას. აი რამდენად შეუძლია და შეზღუდულია ამაში. ამაზე თუმცა იმასაც ნიშნავს ყოველგვარ პრეფერენციებს მაგ მიმართულებით, ხო? და რამდენად იზუღდავს თავს ამ მიმართულებებს. ხოლო იმაში თუ რომელ სახლშია ვესტა აი ეს უკვე განაპირობებს რა მიმართულებით მოკლედ ზოგადად ვიცოდეთ რომ ნიშანი არის როგორ გავაკეთებ და სახლი რას გავაკეთებ, ხო? ანუ რას გააკეთებს უკვე რა მიმართულებებში გამოავლენს თავს ვესტა, ეს უკვე სახლზე არის დამოკიდებული. ისევე ჯორჯის ასტროლოგი ჯორჯის მიხედვით ვესტას სიმბოლოებია მარადიული ცეცხლი, ეს ცხადია, ხო? მაგას კერა, სახლის დაცვა ოღონდ ისევ ვიმეორებ, არა ემოციებით, არამედ ფიზიკურად. აქაც ჩირაღდანია, ეს ჩირაღდანი იყო, იქაც ხო გახსოვთ რა შუაში იყო რომ სამსხვერპლო ვირი, აი ვირი მომწონს ძალიან. იმიტომ რომ ესა რა ქვია
ეხლა კარგად გამიგეთ რას ვიტყვით, სატურნზე ხო ვგიჟდები და სატურნი ძლიერი სატურნი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ვირივით შრომობს, ანუ სულ შრომობს ვირივით და ეს კიდე ქალი ვირია, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია, რომ ესეც ვირივით შრომობს, თავდადებით, იდეით, თუ დავუშვათ სიტყვაზე ხა ისე ძალიან უტრირებულად თქვა თუ ყუროს უწევს ვირივით მუშაობა ის ამით შეწუხდება აუცილებლად და სულ აღშფოთებ კი იშრომებს მაგრამ დაიღლება რა და მე თუ არ აჭამე და აი ეს სატურნი და იგივე ხა ვესტასაც ვიტყვი რომ შეიძლება გაბრაზდეს რაღაც მომენტში რომ ნუ და მე იტყვის და გააგრძელებს ანუ რაღაცა დასვენების უნარი არა აქვთ ამ ადამიანებს რა სატურნიც და ესეც ესეთია. ნუ აი ძალიან სიმბოლურია ჩემთვის რომ ვირი არის. ყველაზე შრომელი და ყველაზე თავდადებული და შეწყვეტილი ადამიანი. აი მაგდანას ლურჯასი არ იყოს, ხო? არ ვიცი, ასე კუტალიოვი არის ესეთი კუტალიოვ ძალიან საინტერესო ავტორია, ბევრი რაღაცები აქვს მას და ამაზეც მათ შორის ასტეროიდებზეც ბევრი რაღაცები უწერია და აღნიშნავს ამ სიმბოლიკის კავშირს წყლის სტიქიის ნიშნებთანო. აი ეს კუტალოვი და ვესტა აჩვენებს ადამიანის სამყაროსთან ურთიერთკავშირის პრინციპის 4 ძირითად ეტაპიდან ერთ-ერთსო. ანუ როგორც წყალი ესე აკეთებს თუ აი ვერ ხვდები რატო აკეთებს ამას. თვალ კარგად ვერ ჩავთვლით. მე მაგდენი ფილოსოფია ჯერ არ მაქვს არც წაკითხული არც მაგრამ რადგან ვესტაო წინაპრებთან ხო და აი სამშობლო რაღაც სახელმწიფოსთან კავშირია ხო ვესტა ხო ის ცეცხლი ხო იმიტომ რომ სახელმწიფო დაცული ყოფილიყო ხო და ანუ კირჩხიბზე ასევე სექსზე მიუთითებს და ამიტომ მორიელი არის ეს ხო ანუ სექსუალური თემები ამიტომ მორიელის თემები და თავგანწირვა და შინაგან სწრაფვა რახანა აქ იდეალებისკენ ეს თევზებიაო და ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვესტა არის წყლის სტიქიის მატარებელი. ანუ ეს სახელმწიფო, ოჯახის, კერა. კარგად გავმარტეთ, მე მგონი ცოტა დამაბნეველია, რადგან აღნიშნავს ოჯახის კერის დაცვას, რახან განსაზღვრავს სექსუალური ენერგიის მართვას, ეს უკვე მორიელი, კირჩხიბი მორიელი თქვი და რადგან იდეალებისთვის თავშეწერი ამიტომ თევზები, რადგან ამ სამი ნიშნის თვისებები ძალიან გამოკვეთილია, ამიტომ ამ საფუძველზე მიიჩნევს, რომ წყლის სტიქიას უნდა მიეკუთვნებოდეს ვესტა, როგორც წყლის სტიქიისთვის შესაბამისად შეიძლება ვივარაუდო, რომ წყლის სტიქიის ნიშნებში, თუ ამას დავუჯერებთ, წყლის სტიქიის ნიშნებში უფრო ძლიერია. ამ ასტეროიდ ჯუჯა პლანეტებისთვის, როგორც უკვე გითხარით, არ არის განსაზღვრული რომელ ნიშნებში და რომელ სახლებში შესაბამისად არის მათი სავანე, სად არის ეს არის მარტო თეორიის როგორ გითხრათ, თეორიის და განსჯის საკითხი. ვინაიდან 12 ნიშანის განსაზღვრაში მათ არ ვიყენებთ. ანუ მართველი არც ერთი ნიშნის არ არის, არც ერთი სახლის შესაბამისად მართველი არც ერთი ჯუჯა პლანეტა ასტეროიდი არ არის. ამიტომ მათ ასე რამე ნიშნით ვერ ვაკეთებთ. ერთი ვიცით ზუსტად რომ სამივე პლანეტა არის ქალური ენერგიების მატარებელი. და მეტნაკლებად გავს ერთმანეთს რა ეს შეგვიძლია სამივე კი და 4-ვე ბოდიში. პლანეტა გავს ძალიან ერთმანეთს. საკვანძო სიტყვები ვესტასთვის არის სამსხვერპლო, ალტარი, არქივები, სანთლები, კერამიკა, დასუფთავება, წმენდა, დეზინფექცია, კულტურა, ეს არქივები და ბიბლიოთეკები პირდაპირ სატურნთან ხო მივყავართ, ხო? მიძღვნა, ერთგულება, თავდადება, ფანატიზმი, დაზიანებულ შემთხვევაში ფანატიზმი იქნება, ხო? ცეცხლი, გენეალოგია და მემკვიდრეობა. მე უკვე ვთქვი ვესტაზე, ხო, რომ შვილის სიკვდილს შეიძლება ეს ერთ-ერთი ავტორის მიხედვით და ზოგადად შეიძლება რომ ტრანზიტული აი ხა არ მიყვარს ამ თემებზე ლაპარაკი ხოლმე ტრანზიტული ვესტას ცუდი რო თუ აზიანებს რაღაც პლანეტებს ხო ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე და მათ შორის საცოცხლო რაღაც მეებზე მიუთითებდეს რა ამას წინათ ერთ-ერთი პოლიტიკოსისთვის გააკეთა ჩემმა მეგობარმა ანუ ესე ანუ გავიგე რომ იმან გაუკეთა ისედაც არ ჭირდება ამის ნახვა რომ შეხედავ ძალიან ცუდად გამოიყურება და რაღაცა არა აქვს იმის
თითქოს ნუ აი არ აქვს ის რომ გადარჩება მაგის შანსი და ნუ რუკის მიხედვით და ვესტამ ამ დროს მოგიწევს ანუ რო შეხედო რამდენი აქვს ბოდიში და დარჩენილი ხო? ან რა პერიოდს უნდა გაუძლოს? აი მკურნალობის პერიოდში შეიძლება ნიშნავს ან როდის მთავრდება ვესტასთან დაძაბული ასპექტები, როდის მთავრდება რომ უთხრა იცით შეიძლება ადამიანი კარგად აცნობიერებდეს რომ ძალიან ცუდად არის და შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ რო ეტყვი რომ აი რაღაცა ჩემთვის ესე არის. აი რო ეტყვი რომ თუ იანვრის ბოლომდე ყოჩაღად იქნები, მე არაფერი არ დაგემართება, იცოდე იანვრის ბოლომდე გაუძელი. ასე თუ ეტყვი, მაგრამ თუ ისე ეტყვი რომ იცი რა, იანვრის ბოლომდე ან გატან, ან არ გატან არის ანუ ეგრე? იანვრის ბოლომდე იშლება ეს დაძაბული მე ასპექტი? იშლება ხო და მე ესე შეგიძლია უთხრა ადამიანს რა, რომ არა ისე რომ იანვრის ბოლომდე რაღაც დაგემართება. რომელ პლანეტასთან არ აქვს მნიშვნელობა? არ ვიცი, მე არ თუ არ გამიგებული. ნებისმიერ მძიმე სიტუაციაზე გეუბნებით, ნებისმიერი, აი თუნდაც სამსახურიდან დათხოვის საშუალება რო არის, ხო? ან რაღაც ისე. მე არ ვეუბნები ესე, რომ სამსახურიდან გაგიშვებენ. მე ვეუბნები, რომ სამსახურში შეგექნება ახალი შესაძლებლობები. რაღაც ახალი გამოჩნდება. შეიძლება საერთოდ სხვა სამსახურში გადახვიდე. ასე ვეუბნები, არ ვეუბნები, არ ვაპროგრამებ იმაზე, რომ იცი რა. ნეგატივის თქმა ძალიან რთული ადამიანისთვის, ისედაც რა დაფიქრდე, ცოტა რთული სათქმელია ეხლა რა ვიცი. როცა ვეუბნები ამას, აი ფიქრობს ადამიანი ნეგატივზე. როცა მე ვეუბნები, რომ ახალი პერსპექტივა ჩდება სამსახურის თვალსაზრისით და შეიძლება სამსახური გამოცვალო, მე როცა სამსახურიდან უშვებენ, თავის გადაწყვეტილება და ამას აღიქვავს ამას, რომ აი, ჩემ რუკაშიც ანუ უფრო ნაკლებად ნეგატიურად აღიქვავს მიმდინარე მოვლენებს რა. იმიტომ რომ გულწრფელად რო ვთქვა და ესე განყენებულად, როცა ჩვენ არ გვეხება, ერთი კარები რო იკეტება, მეორე იღება, ეს ყოველთვის ესეა. ეს ჩვენ რო გვეზარება რომ მოვუტრიალდეთ და სხვა კარებში შევიდეთ, ეს ხო ან ფილოსოფიის დონეზე ვამბობ რა. ამას რო ვამბობ, აქვე ვაცნობიერებ, რომ ამას ცოტა ზედაპირულად შეიძლება აღიქვავდეთ, რომ ეს ამას დამარტივია. კი, აუ, ძალიან მარტივია სხვას უთხრა, რომ იცი რა, ისა დაიცავით 18 საათიანი შუალედი ორჯერ ჭამე, შუალედებში არაფერი არ და წონას დაიკრებ. ეს ძალიან ადვილი რომ სხვას უთხრა. მე გაკეთება ცოტა რთულია, ხო? აი ესეთი პრიმიტიულ რაღაცას ვამბობ. და მით უმეტეს ახლა იცი რა, სამსახურს კი დაკარგა, ორი შვილი კი ყავს შენ, მაგრამ არ დაიდარდო, მე კიდე იშოვი. ეს ხო ძნელი სათქმელია. ამიტომ მე გირჩევთ, რომ როცა თქვენს, რავი, მე კი არ გირჩევთ, მე გეუბნებთ მე როგორ ვაკეთებ. მე არ ვეუბნები, რომ მაგალითად შობელს, შენ შობელი შეიძლება დაგეღუპოს, ესე არ ვეუბნები. ვეუბნები, რომ დედას თან დედის ან მამის მშობლის მიმართებაში შეიძლება შეექმნას რთული ჯანმრთელობის პრობლემები და ამისთვის მზადიყავი და რაღაცა 1-2 კაპიკი გადადე, რომ შეიძლება დიდი ხარჯები დაგჭირდეს მის ჯანმრთელობის გამო. და ეს ჯანმრთელობა დამთავრდება თუ უკეთესობისკენ შეიცვლება, ხო? შეიძლება მისი რუკა თუ არ ნახე არ ჩანდეს. მაგრამ დედის სიკვდილს ელოდეთ ხო, მაგას ვერავის ვერ ვეტყვი. ხვდებით რას ვამბობ? იმიტომ რომ კაცმა არ იცის ეს მოხდება თუ არა. ეს მძიმე ასპექტია, სადამდე მიმიყვანს. ჩვენ ხო ვიცით რომ დენი დატყმია ადამიანს და გადარჩენილა. და ვიღაცა არ გადარჩენილა, ვიღაცა ჩამოვარდნილა მაღალი სართულიდან და ფეხი მოუტეხავს და ვიღაცა და ესე რა ასრიალებულა სამკიბეზე, თავი დაუწყავს და გათავებულა. ამიტომ ამას ვერ ვიტყვით რა, რამდენად მძიმე შედეგი იქნება და მეც ამას ვამბობ, რომ ეს ვესტას ეს რაც უწერია სიკვდილთან თამაშები რო აქვს, ხო? ცხადია, მოდით ესე რომ ვთქვათ, აი ხა თუ შეიძლება ამას არ რა ვიცი, გავაჩერო თუ არ გავაჩერო, ვეღარ ვხდება, მაგრამ მე მგონი გავაჩერო ჩაწერა და დანარჩენს ისე ვისაუბრებ. არა, მე კიდე